საბას ხვიტარიძე მოსამართლე ჯვებე ნაჭყები ამ დამნაშავედ ცნოდა 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში ხმაური მოხდა. ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემ უკან, ჩემი ხალხი დგას თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, თუნდაც გისოსებიდან. არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს, გთხოვთ იყავით ძლიერები, თქვა ხვიტარიძემ დასკვნით სიტყვაში. ხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქი დაზიანების მუხლით გადაუკვალიფიცირდა. რამდენიმე წუთში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის დასკვნითი პროცესი დაიწყება. ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამო სატანად სათათბიროდ გავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დააკავეს პირი, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულის პირადი და სახლის ჩხრეკისა სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ რუსეთის დასახმარებლად, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ძმურ მოვალეობად ჩავთვლით. აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინთან შეხვედრაზე. კიმ ჩენ ინი და პუტინი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის თავის აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლომს დაესწრნენ.